ისრაელმა ირანის სატელიტური მართვის ცენტრი გაანადგურა, საიდანაც ქვეყანას უთვალთვალებდნენ. ისრაელის საჰაერო ძალებმა ბოლო რამდენიმე საათში დაბომბეს საბრძოლო მასალის 50-მდე ბუნკერი, ბასიჯისა და შიდა უსაფრთხოების ძალების შტაბინები და რევოლუციური გვარდიის სახმელეთო ძალების კომპლექსი. გავრცელებული ცნობებით ისრაელმა და ამერიკამ დღეს ერთობლივი საჰაერო იერიშები მიიტანეს ისპაჰანში მდებარე მიწისქვეშა ბირთვულ ობიექტზეც. უკრაინა, რომელიც ყოველდღიურად იგერიებს ირანულ შაჰიდებს, მზადაა ეს გამოცდილება სპარსეთის ყურის ქვეყნებს გაუზიაროს. პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, მომავალ კვირაში უკრაინელი ექსპერტები ახლო აღმოსავლეთში შავლენ, სიტუაციას გაეცნობიან და დახმარებასაც გაუწევენ. მისივე თქმით, სურს ეს დახმარება ორმხრივი იყოს. გააჩერეთ პროპაგანდის გიგანტური მანქანა, რომელიც ყოველდღე მოქალაქეებს უხსნის, როგორი საშინელია ევროპა. გერმანიის ელჩი ოცნებას მიმართავს. დიპლომატის თქმით, სიცრუეა თითქოს ევროპა საქართველოში გადატრიალებას აწყობს და რომ ევროკავშირის ფული საშიშია. მისივე თქმით, საქართველომ ევროპულ გზაზე დასაბრუნებლად უნდა შეწყვიტოს ევროკავშირის კანონმდებლობასთან შეუსაბამო კანონების მიღებაც. 2025 წელს საქართველოში 12 ქალი მოკლეს და 21-ის მკვლელობა სცადეს. ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ომბუდსმენი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების აუცილებლობაზე საუბრობს. როგორც იოსელიანი აღნიშნავს, არის შემთხვევები, როდესაც შესაძლო ძალადობაზე წინასწარი ინფორმაციის მიუხედავად სახელმწიფო ქალებს ვერ იცავს.